გუგა როგორ ხარ? აბა გავიგეთ 2 წლის მერე. პირველად ხარ და რა სიტყოდი პირველ სიტყვებს 2 წლის მერე? ბარო ღრუთ და თუ რაღაცა 47000 გამომწერი მომიმატა ერთ დღეში. აბა ჩემი ეს და მე მგონი რომ ვიყიდო. პორშეს რაფაში ყიდი? ეხა გადავედი GP-ში, რაზე არ მახსოვს. პოპულარული მამაშენის დახმარებით გახდი? რთულად არის საქმე. ეს ისეთი კითხვა, ბასრი. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Smart Podcast-ს, მადლობა რომ გიყურებთ. აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი. რატომ თორნიკე? იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლების უკვე 85 წინაზე 89 იყო. მაყურებელი 85% არ არის ჩვენი გამომწერი და უნდა გამოიწეროთ მეგობრებო, იმიტომ რომ ამ გამოწერის გარეშე ექნება უფრო ნაკლები გამოწერა. შორს ვერ წავალთ, ხო? შორს ვერ წავალთ, შეიძლება წავიდეთ, მაგრამ უფრო მეტი გამოწერეთ, უფრო შორს წავალთ. სწორია. სწორია. ხო, სხვათა შორის ამინდოდა მეთქვა რა. ანუ კომენტარებს ხშირად ვკითხულობთ ხოლმე და ვითვალისწინებთ ხოლმე რჩევებს, რასაც გვაძლევენ ხოლმე რა და ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა, რომ ეს პოდკასტი არის პოსტივის პოდკასტი, ეს პოდკასტი არის ad-hoc-ის დაფინანსებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა და მეგობრებო, ძალიან ცდებით, ხოლო თუ ვინ ვართ ჩვენ, ამას ძალიან მალე გაიგებთ. შემოგვიერთდა Tesla უდიდესი კომპანია მსოფლიოში და მე მინდა მივმართო ჩვენ მაყურებელს, რომ შეიძინეთ ამერიკული ელექტრომანქანები მართე მომავალი. სადა მონათებს თორნიკე? აი აქ. ძალიან კარგი. ხო, დავბრუნდით მეგობრებო, ძალიან მაგარ სტუმართან ერთად, გუგა გიორგობიანია დღეს ჩვენი სტუმარი. გუგა, გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად, მადლობა რომ მოყვედი, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. მე პირველად ვარ YouTube გადაცემაში და მინდოდა რომ თქვენთან მოსულიყავი და ამით გავხსენი გადაცემები. ანუ 2 წელი არ ყოფილხარ თუ 2 წლის მერე? 2 წელია არ ყოფილ ვარ გადაცემაში. ძალიან კარგი არჩევანი გაგიკეთებია, ძალიან მიხარია, მაგრამ სანამ არ შემოხვალ, მანამდე ვერ დავიწყებ საუბარს. ჯერ არ ხარ შემოსული. ამისთვის გამოცხადებებია საჭირო. პრობლემა ის არა, ანუ ის იყავ ვითომ არ ხარ რა? ფანტაზია არ გაკლია, ვიცით ვითომ არ შეხო. კაი, მოკლედ, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი ვარიანტები და შენ ერთი უნდა ერჩიო და იმაზე უნდა შემოხვიდე რა. კაი. სულ ეს არის. დავიწყო? მანამდე ჩვენი სპონსორები არ უნდა დავასახელო. რა თქმა უნდა, მიდი. ძალიან მაგარი კომპანია, სუნამოების კომპანია Aromato, რომელიც ვიცით უკვე სადამოანათებს, იმიტომ რომ თორნიკემ ბევრჯერ გვანიშნა. აი აქ. ხო, ასევე Doorhouse-ი, არის სახლი, ამოანათოს. აი აქ. და Burger Lions-ი, ბურგერ ლომები, ძალიან მაგარი ბურგერები, ჩვენი სპონსორი. ამოანათოთ ბურგერ ლომებით. აი გიგა იზავს და გიგა გააკეთოს. აი აქ. კაი. და რა თქმა უნდა Tesla. და ნუ Tesla რა თქმა უნდა. Tesla აი მან, აი Google თავზე იყო. გუგას თავზე Tesla. Burger Lions-ი მართლა ძალიან მაგარი. მაგას აი ყოველ ღამე გიდასტურებს ჯადვალები. ხო ის არის Asterix-ი და ეგეთი. კი, ეგარი. და ჩვენგან პოდკასტის ბოლოს პატარა საჩუქრები გელის და მანამდე ჯერ დავიწყოთ. მანამდე მოდი გამოვაცხადოთ გუგა აი. დავიწყოთ. მიდი. ადამიანი რომელსაც Porsche 718 რო არ ყავდეს, არც 414000 გამომწერი ეყოლებოდა TikTok-ზე და TikTok-ზე რო 414000 გამომწერი რო არ ყავდეს, არც Porsche 718 არ ეყოლებოდა. ო, ესეთია რა, კაი. კაი, მე ვიტყვი მაშინ. მიდი. დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა თათა გიორგობიანის მოგვარე და გუგა ქაშიბაძის მოსახელე გუგა გიორგობიანი. ო, კაი, მეც ვიტყვი მაშინ. მიდი. დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომლის მამაც უამრავ რესტორანს ხსნის და თვითონ უამრავ რეკორდს გუგა გიორგობიანი. და შენი იყო ჩემი ფავორიტი და შენი. ერთ-ერთი ჩამწენი ეგრე. ანუ შენს კაი იყო, მაგრამ პროსტო ეს ორი უფრო მომეწონა. ეს ორი უფრო მოგეწონა, მე დავრჩი ისე, ამიტომ მე გამოგაცხადებ და შეგვიძლია და შეგვიძლია რომ დავიწყო. კაი, ერთი უნდა ამორჩიო მართლა. ერთ-ერთი ფონობის გარეშე. ორიდან. მოდი შენი იყოს. ჩემი იყო. დავიწყოთ გუგა როგორ ხარ? აბა გავიგეთ 2 წლის მერე. პირველად ხარ და რა სიტყოდი პირველ სიტყვებს 2 წლის მერე? გამარჯობა. წარმატებებს გისურვებთ, მომწონს თქვენი პოდკასტი, ვუყურებ, მაგასაც ვიტყვი, რომ ძალიან ხშირი მაყურებელი ვარ პოდკასტის, აი ყველა პოდკასტს ვუყურებ, რაც ქართულ YouTube-ზე იდება და ძალიან მომწონს. მინდა რომ რაც შეიძლება მეტი პოდკასტი დაიდოს და რავი რა დანარჩენს კიდე მე ვუყურებ, რომ დაიდება. მადლობა. გამომწერი ხარ ხო ჩვენ? კი. სხვათა შორის მე აღნიშნავ იმას, რომ გუგა არის ჩვენი არხის ყველაზე დიდი გვერდი გამომწერი რა. მართლა? კი, ანუ ჩვენ გამომწერებში რომ გადავედით, გუგა არის პირველი რა, ანუ ყველაზე მეტი გამომწერი ყავს გუგას და ეგ YouTube-ზე? YouTube-ზე, კი.
TikTok-ზე YouTube-ი ცოტა მიჭირს, ხო ისიც რაღაც ისევა, რომ რომ მითხრეს თავიდან რომ YouTube-ი გაგიზნელდება ისე ვიყავი, რომ აი რატო რა, აი ხო ხტები TikTok-ი ესეთი მარტივია, რაღაც სხვა ქსელებზე ვარ და ესეთი მარტივია და YouTube-ზე რომ გადავედი, რომ მივხვდი, რომ მართლა ამდენი შრომა უნდა, ანუ ყველაფერი უნდა გააკეთო ვიდეოსთვის, რომ გავარდეს, როცა პერსონალური YouTuber-ი ხარ რა, აი გუგა გიორგობიანი ქვია და რაღაც ეგრე დავიწყე, რომ ცოტა ექსტრემალურ, ცოტა ყველაფერს ვიღებ, მოკლედ რა. და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ეხლა უკვე შევეგუე და ახალი მიზნები და გეგმები მაქვს მოკლედ YouTube-ზე. აუ მე ვარ ვიტყოდი რომ რთულად მიყვები, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი გამომწერი ყავს და ანუ ესე YouTube-ის ალგორითმი ძალიან მოწონხარ და შენ და შენი კონტენტი, თორე როგორც ვიცი 100.000-საც უახლოვდები, ხო? 100.000 უახლოვდები, 95.000-ზე ვარ ეხლა და მოკლედ ისეთი გეგმები მაქვს, რომ გონია რომ YouTube-ზეც მაგრად უნდა წავიდეს, რა, აი ძალიან ისე ვარ, რა, რაღაცას რო აქვს 40.000, 30.000 ნახვა ხოლმე ჩემი ვიდეოებს, ანუ როცა ვიცი რომ TikTok-ზე ამდენი გამოხმაურება აქვს, მე უკვე ისე ვარ, რომ აი ხო ხტები ეს ვიდეო, ესე იგი არ მოიწონა ჩემ გამომწერებს, ანუ აი რაღაცა ცუდი ვიდეო გადავიღე, მაგრამ ეხა ისე ვარ, რომ ვამუღამებ, რომ აი ვამუღამებ, რას უყურებენ, რას არ უყურებენ, რას ახვევენ, სტუდია ხო არის და ნელ-ნელა ვასწორებ, რა ხტები რომ ყველაფერი მიდის იმ შედეგამდე, რაც მინდა რომ გავაკეთო რა. ეს რამდენ ხანში ახვედი 95-მდე? 20 ვიდეოში. 20 ვიდეო მიდის. ოღონდ გეტყვი 85-ზე ვიყავი, ალბათ რომედო 9 ვიდეო ან 10 ვიდეო და მე ძალიან გამიცნელდა რა, იმიტომ რომ მე მქონდა პაუზა. მე დაჟე ისე ვიყავი, რომ მოდი ამას შევეჭიდო, ისევ გავაკეთო თუ გავაგრძელო იმას, რასაც ვაკეთებ. მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ყავს ძალიან მაგარი გუნდი, აი მელკიც აქ არის. მელკი, კახი, ჩემი პროდიუსერი, მე მონტაჟე, ციკო, შეიძლება ბაკაცი აქედან მოვიკითხოთ, მიყვარს რო ახსენებო რა. ციკო და მოკლედ თუ გინდა გითხარი და ამოვანათებთ. ციკო ამოვანათებთ, ჩაგიგდებთ მე ფოტოს რომელი. აი, ამოვანათებთ. და ავიღეთ ოფისი ჩვენს და აი უდგებით, აი ერთად გვინდა რომ მიზნამდე მივიდეთ და ძალიან დიდი შემართებით ვართ, მოკლედ და არხიც გადავაწყეთ, უკვე სხვა რაღაცები დაიწყება არხზე და ძალიან მონდომებული. ძალიან კარგი წარმატებები. ანუ ჩვენზე ოდნავ მეტი გამომწერი ყოლია. კი, დაახლოებით ეგრეა რა. დაახლოებით წარმატებები. მალე გიყოლებათ, იმიტომ რომ აი ხა აქეთ რო გაიხედოთ, იმდენი ხალხია მას ჩართული, ისე უდგებიან ბიჭები, რომ აუცილებლად იქნება დიდი შედეგი. მაგრამ ვიღაცას არა აქვს მგონი გამოწერილი ჩვენია. რა ფიქრობ, რომ YouTube-ი რო აფასებს შრომას, ეგრე იშვიათად რომ რომელიმე პლატფორმა აფასებდეს ზოგადად შრომას და ინტენსიურობას რა. მაგალითად ახლა TikTok-ზე რა, შეიძლება ბევრი არის შრომა პირობითად და უბრალოდ ალგორითმა გაგაგდოს რა, ანუ მარტივად შედარებით მარტივი ალგორითმია და აი მაგალითად TikTok-ის შეიძლება 100.000 ნახვა, აქ იყოს რა ქვია 20-ან 10.000 ნახვა რა YouTube-ს ხო და სხვა ალგორითმი როგორ ვარ, აი მე ხომ მყავს 400.000 გამომწერი რა. და 420 მოდი არ 419 და აი ნახე როგორ რაღაც არის TikTok-ზე მეც რო დავდო ეხა ისეთი ვიდეო, აი პროსტა ვიდეო, რომელზეც არ ვიცი რომ კარგი ვიდეოა და დარწმუნებულია რომ არ გავარდება, რა იქნება 1000 ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ 419.000 გამომწერი. მაგრამ გავუწერები რომ გემატება, უფრო მეც გთხოვს TikTok-ი ჩემი აზრით. კი, ეგეც რომ დიდი გვერდი ხარ და უფრო ისეთი კონტენტი მე ეგრე ვფიქრობ. მე რაღაცა ძალიან შეჩვეული ვარ TikTok-ს რა, აი უკვე თითქოს ზეპირად ვიცი რომელი ვიდეო, აი TikTok, YouTube-ზე არ ვარ ეგრე ხვდები? აი YouTube-ზე ვიდეოს რო ვიღებ, ყველა ვიდეოზე მგონია რომ ეს ვიდეო ტოპ ვიდეო იქნება. ისე არ ვიღებ ვიდეოს, რომ არ მქონდეს იმის ამბიცია და არ ვიზახდე, რომ ძალიან მაგარი ვიდეოა. მაგრამ TikTok-ზე რო ვიძახი რომ ეს მოხდება, ეგრე ხდება და YouTube-ზე რო ვიძახი რომ ეს მოხდება, აი რაღაც სხვა განსხვავება ხდება. ხო და მოკლედ YouTube-ი შედარებით რთული პლატფორმაა TikTok-თან შედარებით და ეგრე ვფიქრობ რომ რაც უფრო მეტი გამომწერი იყოს, უფრო მეტ გთხოვს, რა უფრო მეტი უნდა რომ გააკეთო რა და YouTube-ზე მე ვფიქრობ რომ აი გამოცდილების ამბავია რა. აი ცოტა ხანში 1-2 წელში უკვე ისე იქნები რომ ხო. აი მაგას ვამოღავი ფიქრიდან რომ TikTok-ზე რო ვიძახი ვიცი თქო და აი რო დებ ვიდეოს და რო ვიცი რომ აი დაჟე რეკლამასაც რო აკეთებ, აი ვეუბნები რომ 100.000 ნახვა ექნება. იმიტომ რომ ექნება რა. აი დაწესებული რა. ვიცი რომ ესაც გადავიღებ და YouTube-ზე მაგას ვერ ვეთქვი ვერავის, იმიტომ რომ არ ვიცი და აი რო შეადარო 480 ვიდეო მიდევს TikTok-ზე და 20 ვიდეო მიდევს YouTube-ზე რა. აი შეუძლებელია YouTube ისე ვიცოდე როგორც TikTok-ი. აი მაინც ახალი. ხო, გამოსწორება. თქვენ როგორც ხართ ისე ვარ მეც YouTube-ზე ახალი. და სწავლობ ნელ-ნელა. აი მოდი ახლა ნელ-ნელა გადავიდეთ იმ თემაზე, რაც ძალიან გვაინტერესებს. მოდი შესავალს გავაკეთებ. კაი, მიდი. Google-ზე და მის ძალიან მაგარ მარკეტინგულ ხედვებზე. ეს არის ჩემი აზრი და ვფიქრობ რომ დიდი ხანი უყურებ Google-ს.
რას ახლა TikTok-ზე გამოჩნდა და დაიწყო Porsche-ს ამბავი იქიდან მოყოლებული და მივხვდი რომ ანუ ძალიან კარგი ნიჭია სხვათა შორის მაგას მეუბნება ბევრი რაც TikTok-ზე გამოჩნდა და დაიწყო Porsche-ს ამბავი. Porsche-ს ამბავი რომ დავიწყე ყავდა 200.000 გამოწერა. მართლა? და ანუ 200.000 გამოწერა ხომ ყავდა და აი ყველას გონია რომ მაგითი დავიწყე TikTok-ი. არა და მაგამდე ვაკეთებდი 2 წელი ვიდეოებს ვიღებდი ჩავალ. მე იქიდან გნახე და მაგიტომ აქედან ვიცი რა და. და მაგიტომ მიგვირს ხოლმე რომ აი ის ხო და შემცახა როგორ არის წარმოდგენაში რომ შენ ეგეთი შეფუთვა მოიფიქრე ისეთი რაღაცის რომელშიც ყველა არის კმაყოფილი რა. აბსოლუტურად მამაშენის გარდა. ხო ან მამაშენის რა თქმა უნდა ხა ბედნიერია რომ შვილს ახლა Porsche ხო რა თქმა უნდა მაგრამ ნახე აი წარმოიდგინე რომ თან 400.000 გამომწერი გეყოლება. ხალხი ბედნიერია იმით რომ გეხმარება, რომ რა ქვია გიკეთებს follows და თან მე Porsche გეყოლება. და ყველა ბედნიერია საერთოდ. თან ამდენი კაცი მომხარ, ანუ როგორია ხალხი? ანუ ხო, ანუ ძალიან მაგარია ეგ. ეგ ნიჭია რა მაგას ვამბობ რა და ეგ შეფუთვა ძალიან მაგარი გამოგივიდა რა. მე არ ვიცოდი ხა 200.000 თუ ყავდა მაგრამ. მე მიყვარს ეგეთი რაღაცები რა ზოგადად აი რაღაცამდე რომ უნდა მივიდე. აი ეგეთ აი YouTube-ს რაღაც ისეთი მინდა რომ ავირჩიო რომ აი რაღაცამდე მივიდე, რაღაცა მქონდეს შესასრულებელი, აი ჩელენჯები მიყვარს რა თვითონ. და აი გარე ჩემი სტილი რომ აი შემილია რომ გავაკეთო, შემიძლია რომ გავაკეთო, აი ეგეთი რაღაც რთული. არა და როგორ იყო იცი? ბევრი ხო მეუბნებოდა რომ აი ვერა ხვალ მამაშენი მაინც გიყიდის რა მაგ Porsche-ს. არა და მე და მამაჩემს იმენა პირობა გქონდა დადებული რომ ანუ რაღაცა ახალ Camry-ზე თუ რაღაცაზე ვიყავი შეთანხმებული რა. ანუ მოდი გუგა დავნიცავდეთ ერთად ვიჯექით მანქანაში მე და ჩემი სამეგობრო აი კახიც იქ იყო, მელკიც იქ იყო, გეგა იყო ჯაში და ეს დამენცლაო რომ მე მეთქი აუვალ მეთქი შენ ფოლოვერები არ გემატებაო. მამაჩემი მეუბნება მაგ სიტყვას და არ ვდებდი ვიდეოს და არ მინდოდა და მეთქი რომ მინდოდეს მეთქი მომემატება მეთქი რა დავდებ მეთქი ვიდეოს და მომემატება ხო და თან ძალიან მიყვარს რა თვითონ ეს გამომწერები არ ჩემთვის მართლა დედას გებსებით Porsche-ზე მნიშვნელოვანი ეს გამომწერები და ანუ ეგ არის იმიტომ რომ აი ამით ვცხოვრ არა ეგ დანამატი იყო ის Porsche თორე თლიანობაში თვითონ ეგ პონტი რომ გამოვიდა ანუ ეგ იყო ეგ იყო თემა რომ აი როგორ თუ მივა და მივიდა რა და მაგარია და ეხლა ეხლა გაქვს ძალიან მაგარი გამოწვევა სხვათა შორის სანამ ვიტყვი 385,000 ყავდა გამომწერი მე რო დაგაფოლოვე რა ვიცოდი რა საიდან არის ეგ მახსოვს პოხტერი საიდან მოყვე და რო იცოდე 414,000 მე ვარ მართლა შენ ხარ ხო არა მართლა ნიკა სკრინზე მიგდებდნენ რომ აფოლოვებდნენ და მე 319 მიხდებოდა და ეს დავარეფრეშებდი 319 დავარეფრეშებდი 319 გა 313 ხო მოკლედ 400 აი ახლა გაქვს ძალიან მაგარი გამოწვევა ახალი ვადევნებთ თვალყურს ჩვენს და გუგლ შემატკივრობთ მართლა მთელი გულით რა ხდება რომ მოგვიყვე მოკლედ რა ეტაპზე ხართ people რო ვარჯიშობს მაგას ხედავთ კი ბატონო ვიდეო მთელი მონდომებით ხო და აი რა ხდება მოკლედ აი რა ეტაპი არის ახლა მოკლედ ახლა არის ის ეტაპი რომ მე Pipo და Milky ვიყავით ერთად და Milky რაღაცებს იძახდა Hasbulla-ზე რა რომ ესეთი მომენტი იყო რომ Hasbulla მერაბზე თქვა რაღაც სუდი რა ესე არ ვიტყვი რა თქვა როგორ თქვა და მაგან რატო თქვაო ეგრეო რა მეთქი ხუმრობით აი იქნება რომ გამოიწვიოს მეთქი რა და მე ისე მოხდა რომ ეს რომ დავდეთ ვიდეო და რომ გამოიწვია ხალხს იმდენად მოეწონა ეს ვიდეო და აი ეგრევე გაისროლა რა რაღაც 600,000 ნახოთ რაღაც ქონდა და მეთქი კიდე ხო არ გადავიღოთ მე დაურეკე Pipo-ს დედას ველაპარაკე რომ მეთქი ესეთი ამბავია რომ ესეთი რაღაც ხო გადავიღოთ ხო სწორი იქნება რომ გადავიღოთ ჩვეულებრივ ხონდა მეკითხა ხო და თან Pipo-ს ძალიან ხშირად არის ჩვენთან რა ზოგადად ოფისშიც მოდის ხოლმე და ეს ჩვენიანი აი ვიდეოში ყველა ვიდეოში აქამდეც Pipo ჩემ YouTube-ის ვიდეოში ყველგან არის ხო და დავიწყეთ ეს პატარა თემა და ეს თემა რომ დავიწყეთ Pipo გახდა ორჯერ პოპულარული ვიდრე იყო აი ბევრმა არც იცოდა რა ჩვენი ვიდეოები ეხლა გახდა ძალიან პოპულარული ეხლა აქვს უკვე თავისი არხი ძალიან ბევრ საჩუქარსაც უგზავნია და მოკლედ ეს თემა დატრიალდა კარგისკენ რა ისე რომ ხვდები ხალხს უყვარს ქუჩაში რომ გადის კი კომენტარებში არის ისეთი ბიჭი რომ ხალხს უყვარდეს იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი ადამიანია თვითონ ტიპი არის ეგეთი და ეხლა უკვე შეუძლია რომ თავისი კონტენტიც აკეთოს და უფრო განავითაროს ეს საქმე. და ამ Hasbulla-ს თემებზე ჩვენ ანუ ბევრი ფიქრობს რომ აი აუცილებელია რომ რაღაცა Hasbulla გავგლიჯოთ თემაში და რაღაცა არა ხო Hasbulla-ს გარეთ ძალიან არის ეგეთი თემები არ იქნება რა ხო ხტები? ანუ Hasbulla-მდე თუ მივალთ ძალიან მაგარი იქნება. მე დარწმუნებული ვარ რომ ხო შეხვდებიან მაგისტვის მართლა ყველაფერს ვაკეთებთ. ვცდილობთ რომ ყველა UFC-ს ახლა შემიძლია რომ განახო UFC-ს მოშوارს როგორ ტექსტებს წერა. მე აი ხა ტექსტები მაქვს მერაბთან და
ხალხთან გაგზავნილი რომ აი თუ ნახავ გამიხარდება რილსებს გადახედე და ლიანა ჯოჯოას მივწერე და უცბად ვზივარ და ეს დამსინა რომ და მეთქი მე ვერთი წამი გაჩერდი დამსინა და ხუთი UFC-ის მოჭხუბარი რომ UFC ჩემთვის ძალიან დიდ ბევრ რამეს ჩვენთვისაც ძალიან მაყურებლები ვართ და ყველა ივენტს უყურებ ხო და რომ დამსინა და რომ მოწერა რომ აუ შეიძლება მაგარი იქნება მომწერა და მეთქი აი მე მგონი გავედით მეთქი მაგ თემაზე და ეხა უცხოეთში არის რო ჩამოვა მე რო ვაპირებთ რომ ლიანასთან ერთადაც გადავიღოთ ვიდეოები და ვნახოთ რა სხვათა შორის ეხა დანა ვაითი ამბობდა ეხა რომ აპირებდა თბილისში ჩატარებას იმის ნუ შეკითხვა იყო რა ხო და მე ეგრევე ეგ ვიგრძენ მე შენი ვიდეოები რო შეხვდა კიდე და ფიფოსი რა რაღაცა იქ კავშირი ვიგრძენი რომ ეგ ყველაფერი თბილისში იმდან დაღესტანელები ხო აქ ჩამოვლენ ეხა რა უეჭველი დაღესტანელები აქ იქნებიან ჩხუბის იმაში თუ მახაჩევი ილია იყო ხო რასო მახაჩევი ილია რო თბილისში იყოს რასო ხო მე პრობლემა ეგ თბილისში მოხდება ჩემი აზრით და ძალიან დიდი შანსი გაქვს შენ და ფიფოს რომ ეგ ამბავი გამოვიდეს რა ეგ თუ თბილისში მოხდება ჩვენ მაგ ივენტზე პირობას ვთებ რომ ვიქნებით მეც და ფიფოს აი ბევრი მეკითხება რომ აი ეხლა ხო ხდები იქ ლას-ვეგასში და იმაში ვერ წავალთ რა მაგრამ აი თბილისში ჩატარდეს იმით და აუცილებლად ვიქნებით და ფიფოც მანდ იქნება და უფრო დიდი გამოწვევაც იქნება აუ ჩვენ ახლა მაგის ანალიტიკას რა თქმა უნდა ვერ ხედავთ შენ გაქვს მაგაზე ცნობა მაგრამ გლობალზე არის გასული ეგ ისე რომ ხასპულამდე მივიდეს იმიტომ ნახვები ძალიან ბევრია გლობალზე არ არის გასული მაგრამ ეხლა გეტყვი რაღაცას ნახე 1,400,000 გამომწერი ყავს ჰასბულას ხო მე ყავს 400,000 გამომწერი 20 თაგზე მეტი რომ მომდის შეუძლებელია რაღაც ვერ ვნახო რა აი ძალიან ბევრი თაგი მომდის რაღაცაზე რომ და თაგი შენ საყვარელი ტიკტოკერი რაღაცა რა ეგეთი ვიდეოები რა და რომ თაგავ მაგრამ 20-ზე მეტმა თუ დამთაგა ერთ ვიდეოზე აი ვამჩნევ გადავდივარ უყურებ იმდენი თაგია და იმდენი კომენტარია უკვე ჰასბულას ვიდეოებზე ინსტაგრამზე ტიკტოკზე სადაც შედიხარ ყველგან ფიფო ხო და შანსი არ არის ნანახი არ გქონდეს უბრალოდ ალბათ არ ინტერესდება რა თემით ელოდება რამდენად ის გახდება აიწევა მარკეტინგული კუთხით ხო სულად ლაპარაკი სადეთ რა ბევრი რამე და ეხა უკვე ჩვენი თავი გეგმა არის რომ ფიფოს ტიკტოკი მოიხოდოს და ფიფო გახდეს არა მარტო ჰასბულას თემაში რა არა ზოგადად ანუ ზოგადად პოპულარული გვინდა რომ გახდეს და მაგისთვის გავაკეთებთ ყველაფერს რა სხვათა შორის დღეს გამოვიწერე მე ფიფო ტიკტოკზე ვიდეო არ უდევს ჯერ მაგრამ რაღაც 20,000-მდე ფოლოვერი ყავს უკვე რა. ვიდეო გამოვიწერე და ველოდები პირველ ვიდეოს ველოდები რა. ეხლა ვაკეთებ ცოტა ისეთი ვიდეო გვინდა დავდოთ პირველიც რომ აი თემა რო დავდოთ, გადავიღოთ ვიდეოები და ვიდეოები რო კონდეს და დოს რა. თავის დრო გადაიღოს და უკვე იცოდეს სტილი რა. ესე სერიოზულად რომ მიყვეს და მიყვეს რომ ხო ძალიან ისე მაგარი კი მოკლედ წარმატებები გულშემატკივრობთ შენს და მთელ გუნდს და ფიფოს რა თქმა უნდა და მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგ მე მაგ ეგეთი რაღაცა მომზადებული რა მომზადდა ძალიან საინტერესო ისეთ კარგად პასუხობდა რა კითხვებზე რასაც უსამთით რა რომ ყველაფერს სიმართლეს ამბობდა რა და მოდი ახლა ეგეთი თამაში მინდა რომ ვეთამაშო რა არასწორ პასუხობანა აზე ხარ ხო ანუ მე რასაც შეგეკითხები არასწორად უნდა მეპასუხო რა აღარ და სამი დროში უნდა გააკეთოს თუ რაღაც ანუ სწრაფად და ეგრევე უნდა უთხრა ვიკაიფოთ რა კარგი მზად ხარ კაი, საქართველოს დედაქალაქი. საქართველოს ერევანი. კაი. 1 2 3 4 5 6 1. რა გქვია? ლაშა. რა გქვია შენ YouTube არხს? ლაშა გელაშვილი. რომელ გუნდში თამაშობს ხვიჩა კვარაცხელია? რეალში. კაია, ორჯერ 2. 8. როგორი ხინკალი არსებობს? მექსიკური. People მოერევა თაზმა. არასწორი პასუხი. არასწორი პასუხი მანდ ჰასბულა. ოკეი. ვინ დაწერა ვეფხისტყაოსანი? აკაკი წერეთ. ვინ არის ყველაზე მაგარი იუთუბერი? ყველაზე აურაცნელი. არასწორი პასუხი. მისტერ ბისტ. ოკეი. ოკეი, ეგ იყო რა. მე მგონი მისტერ ბისტი თქვი ყველაზე მაგარი? არასწორს ყველაზე მაგარი. ეხა ისე გავაკეთე რომ ისე აღარ ვთვლი რა ყველაზე მაგრათა მაგრამ მისტერ ბისტი დონია რა. შენთვის უყურებთ მისტერ ბისტს? კი, ძალიან ბევრი კონტენტი გვაქვს ნანახი.
და სხვა შეს იმაზე რას ფიქრობ, ოკეი, ბოლო ის რო იყო თეორიები რო იყო მისტერ ბისზე. ანტიქრისტეს და მე მგონი თვითონ გააკეთა ეგ. მე მფიქრობ თვითონ გაუშვა ეგ რო უფრო პოპულარული გამხდარა. ეგეთი რაღაცები რო იდება და ქართულად რო დებენ რა, ეხა ქართველი იუთუბერების ვიდეოებიც ვნახე რომ მისტერ ბისტი არის ანტიქრისტე და რაღაც ეგეთი ვიდეოები რო დაიდო. მე პატარა რო ვიყავი ძალიან აქტიური YouTube-ის მაყურებელი ვიყავი. მაგითო ვარ ეხა იუთუბერი რო ანუ აი ირაკლი გეიმერი ჩემთვის იყო როგორი ტიპი, იცი? ანუ მაგაზე მაგარი არასებობდა აი გიждდებოდი ესე რომ ვრთავდი სულ ტელეფონში ვიყავი და სულ იუთუბერებს უყურებდი. და ერთხელ ნახე ვიდეო რომ ვიღაც ტიპი იყო და რეიქზე იმდენად დამაჯერებლად ახსნა რომ არსებობს ძალიან პატარა ვიყავი. რომ მეგონა რომ არსებობდა ხვდები და 1-2 კვირა სახელიდან ვერ გავდივდი რომ მე კომისიის ამბავია. იმიტომ რომ იუთუბერმა თქვა და ეხლა ეს ქართველი იუთუბერი რომ ჩაწერს ვიდეოს მისტერ ბისტი ანტიქრისტეა ანუ იმდენი ბავშვი დაიჯერებს მაგას და არ უყურებს მისტერ ბისტი იმიტომ რომ მე ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები მე რო ეგრე მითხრეს ანუ ჯერ მაგ ტიპს ვეღარ უყურებდი ვერასდროს მე კი ამან ესეთი ვიდეო გადაიღო მეორეს რას გადაიღებს და ეხლა მისტერ ბისტი რო ჩემთვის არის რომ ჩემთვისაც კი რო არის რომ ყველაზე მაგარი ეხლა ბავშვისთვის ვაფშე რა იქნება რეებს აკეთებს ხო ხვდები კი იცი ანუ დაუფუჭებ რა დაარტყეს ანუ მისტერ ბისტს მაგით ქართველი რო ხარ ანუ და საქართველოში იღებ ვიდეოს და მაგას ანუ ეხლა ძალიან კარგად ქონდა გამოყვანილი და იქ რა თქმა უნდა დიდი მიხვდება რომ ირონია მაგრამ პატარა ხარ მიდის რა ლაპარაკი რომ იმას დამაჯერებელია და ვიღაცას უკვე ეგ აზრიც აქვს მაგრამ ანუ ყველანაირი ვიდეო უნდა იდებოდეს რა ეგეთიც კი იმიტომ რომ YouTube ეგეთი რა თავისუფალი პლატფორმა ხო მაგარია რა უნდა იმას გააკეთებს ეხლა ეგ არ არის მაგარი ძალიან ბევრი ეხლა უკვე ძალიან ბევრი იუთუბერია და ძალიან სიამოვნებს რომ ვიდეო ან YouTube-ზე რომ შევდივარ სულ რაღაც არის საყურებელი საინტერესო რა ანუ განვითარების მხრივაც ბევრ რაღაცას უყურებ ისედაც ძალიან ბევრ რაღაცას უყურებ გასართობადას და უკვე ისე მე ვფიქრობ რომ რამდენიმე ეტაპი გაიარა საქართველოში YouTube-მა და პირველი იყო ეხა ის რაც თქვი რა ქვია ირაკლი გეიმერი და ძველი ხო იუთუბერები ხო ეგ იყო მართლა იუთუბერები ენთუზიაზმით და არ გონია რომ მაშინ სპონსორები ხო აი კლასელმა მითხრა რომ ირაკლი გეიმერს არ უყურებო მე ირაკლი გეიმერი რა არის არ უყურებ რას ქვია და YouTube-ზე რომ მივედი და ჩავწერე და ეს თავისი ინტრო რო ამოაგდო და მე ესე რომ ვუყურებ ჯეტია 5 მეგობრებთან ერთად და რო ვუყურებ მეთქი ტიპი რას აკეთებს და მაგითი მე რო გავიგე რომ ამებს აკეთებს ხალხი და ამით შეიძლება რომ ფულიც იშოვო მეთქი ეს არის ჩემი პროფესია всё მორჩა მეთქი მაგრამ თან ერთად მარტო ამას არ უყურებ რა მაგასაც ბევრი უყურებს რომ მარტო იუთუბერი არ მინდა რომ ვიყო რა აი მე ეხა იუთუბერი ვარ და ზეგ გავხდე იუთუბერი რომელსაც 200,000 გამომწერი ყავს მარტო ეგ არ მინდა რომ ვაკეთო ძალიან ბევრი მიზანი და გეგმა მაქვს ერთ-ერთი არის ეგ მიზეზი რის გამოც პორშეს ვყიდი პორშეს რაფაში ყიდი პორშეს ვყიდიდი $44000 ეხლა ვყიდი 40-ად და შემდეგ გადაცემაში რომ ვიყავ რამდენად გავყიდი ნახოთ ისი როგორ არის სპეციფიკური ერთი მანქანა დააკლო წარმოგიდგენია ერთი $4,000 მანქანა დააკლო და მაინც $40,000 დავაგელი მაგრამ ისი როგორ არის მე მართლა ძალიან ძვირი დამიჯდა ეგ მანქანა რა იმიტომ რომ ძალიან უცბად მოხდა ჩემი ფოლოვერების ზრდაც 47,000 გამომწერი მომიმატა ერთ დღეში ანუ ეგ ჩელენჯი რო ყველაზე აქტუალური იყო და მამა ჩემი ეს და მე მგონი რომ ვიყიდო ისე იმატებს რომ თან ძალიან აწვებია რომ ვიდიყიდე აბა მე როგორ ვარ თან ეხა ძალიან მალე ხდება უკვე მეთქი არელოდები შენს ანუ შენახული აქვს ფული რომ ვიყიდოს ეს მანქანა მეთქი რა მე ხო ვიდეო ხო აღარ დავდვა რაღაცა ხარ ხო მე დარეკა თამირეკეს ამ ბიჭებმა ჩართული ბიჭები იყვნენ ვეზებთ მანქანას რაღაცა და 3 დღე ეძებდნენ მანქანას გამოჩნდა აუქციონზე დაველოდეთ და იცი როგორი თემა იყო რომ რამდენზეც არ უნდა წასულიყო მანქანა მიუყვებოდით რა ეგ მანქანა 100,000-ად გაყიდულიყო აი იყიდით მაინც მარტო ეგ იყო ვარიანტი მაგ დროს კაიმანის კარგის აუქციონზე რო გვეყიდა და რა თქმა უნდა გათვლილი მაგაზე მეძესავიდა მაგრამ ანუ უნდა გვეყიდა რა იმიტომ რომ დროში ძალიან ისე ეხაც ხალხი ისე ითხოვდა უკვე 300 რაღაცაზე ვიყიდეთ იმიტომ რომ უეჭველი ავდიოდი ხო ხვდები 57,000 გამოწერი მომიმატა ერთ დღეში აი ესე ეგე ადიხარ ხო მან ძალიან უკვე აი შანსი აღარ იყო რა როსულიყავი და ვიყიდეთ და მე გზაში იყო მანქანა და მთელი პროცესები და ძალიან დიდი ისტორია მოკლედ ეგ ჩემთვის და ძალიან მიყვარს ეგ მანქანა ეგეთი მარტივი არ არის ჩემთვის გაყიდვა და სხვა რაღაცის დაწყება მაგრამ არა ისტორია ეხა შენი ცხოვრობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისე არ გირეკავენ ხოლმე აი პროსტა ტესტის გამო რომ მოვიდნენ და დაჯდეს მასთან რომ გაატაროს ყიდველი ვარ ძმა აგემიდეს ფული მაგრამ რაღაც ძირითადად ეგრე მირეკავენ რა აი ნომერი მომწერე და თან აი ვერ ხვდები რა
ეგრე ერთხელ აი ისეთი ისტორია მაქვს, რომ ეგრე ერთხელ მომწერეს, რომ შენი ნომერი მომწერო, სმარტი უნდა გაჩუქოთ. და მივწერე და გვაჩუქეს. ეს აჩუქეს, რა ვაკეთე? აი, მოკლედ, კიდე ერთი მაგარი თამაში გვაქვს. რა თამაში გვაქვს? 30 წამში ვინამდე 30 წამში ძალიან კარგი თამაშია. ჩვენ სტუმრებთან თამაშობთ ხოლმე. და რა ვერთობით ხოლმე რა და მე მგონი შენთან ერთადაც გაასწორებს მაგრად და მოდი ვცადოთ რა. მოკლედ, არ ვიცით ჩვენმა მეგობრებმა მოამზადეს რა თემები შეგვხვდება და გიგა და გუგა იქნებიან ერთად. ნახე სახელებისთან გიგა და გუგა. კი ბატონო და ნიკა და თორნიკი. თოკა და ნიკა. 30 წამში მე და შემდა ჩამოთვალთ ეხლა რა თემაზე. ხო, აუქციონის მონტია რა. ოკეი. აუქციონი არის ვინამდეს ჩამოთვლის რა. შენ შეინახე სადღაც. შენთან იქნება. ესენია? დიახ. ანუ ამოვიღებ ხოლმე და წავიკითხოთ, ხო? ხო. აბა ამოიღე პირველი. კაი. 30 წამში რამდენ უნივერსიტეტს ჩამოთვლით? 2. 3. 4. 4 იყოს. 5. კი ბატონო. 6. მიდი და მე ბოლოს დამიქნე. 6. 7. მარტო თორნიკეს აქვს დამთავრებული. 8. არა, 8. 8. 8. 9. აღარ გავყვეთ. ჩამოთვალ. 10. 30 წამში ხო არ? 11. ჩამოთვალ რა. 12 ვერ ჩამოთვლი? მე 5 ჩემთავზე ავიღებ, მაგრამ ძირითადებს. 12 ვიტყვი და 13 ვიტყვი მოვიჭერე. არ იტყვიან. იტყვი. აი თვალებში მიყურებს უკვე ზრობ რო უკვე უნდა რომ ჩამოთვალ. თუ გინდა არა. დახუჭე თვალები არის მე. 12. ჩამოთვალ. აუ, აი, როდის დაიწყო? აი, ჩამოთვლი, მარტივად ჩამოთვლი 12-ს. კაი, მიდი. აი, 1, 2 და დავიწყეთ. კავკასია, მეორე კავკასია, გპ, ჯიპა, აგრარული, TSU, ილია, BTU, საავიაციო, ეს რა ქვია, საზღვაო, რობაქიძე, იარუსი თუ რა ქვია იმ უნივერსიტეტი. სულხან-საბა. ეგ არის, სულხან-საბა. 12. ერთი მინდა კიდე. რატომ მინდა ერთი? არა, 12. აგრარული. აგრარული თქვა. კავკასია. თქვა პირველი მეორე. ვახ. ეს რა ქვია? ილია, ეს რა ქვია? სევ. ეგ არის. სუსტად მორჩენ ხო? კი. 30 წამზე თქვი. ეგ არის. გავიწყოთ? კი. მიდი. უცხოვრები გვეთქვა ისე. ხო, უცხოვრები მათ შეგეძლო. ქართველები მე რო- მათ ხონდა იმედი ხო? ხო. კაი. მეორე. 30 წამში მანქანის რამდენ ნაწილს ჩამოთვლით? ერთი წამი. აწილს? ქართული სახელით? ხო, ქართული სახელით მეც ვერ. ქართული სახელით არ ქართული სახელი, რუსული სახელებით არ ვთქვა, ქართული სახელებით ვთქვა. ეხლა რუსულად ვიცით ყველამ ხო, იმიტომ რომ ეგრე ქვია. ნაწილი არის. ნაწილი, კაი, ხო, ქართულად, ხო, თუ ქართულად. ზოგადად აი ნაწილი არის საჭეც. ხო, კი, ნაწილი რო აწყობ მანქანას. კაი, 1, 2. 3. 3. ანუ მან სამხურჭე ხუნდა. ეხა გაჩერდი, აი, გაჩერდი. 4 კარი აქვს მარტო 4. ეგრეთ შეგვიძლია კარი მეორე. ხო, 5. 5 იყოს. ბაგაჟნიკს ვერ იტყვი. ხო, აი ქართულად რაც ქვია ისინი. ქართული. 6 ხო ვიტყვით კაცო. 7. თქვა 7 მიდი. 8. ვა. როჯერ მარტო ის მანქანა გამიგდა. 9. ყველას ის. 9. 10. 10. თქვა 10 მოდი. მოდი. კაი, ქართული ოღონდ. ხო, ვიცი ახლა რასაც აპირებ. ქართულად გაგვიჭირდება და მაგით ხარი მეც. მოიცადე? კაი, წავიდა. საბურავი, სამუხრუჭე ხუნდები, კარი, საკისარი, დისკი, საბარგული, ხუნდები, ხუნდები სამუხრუჭე თქვი. თქვა, ხუნდები. არა სამუხრუჭე. ის რა ქვია? კარბურატორი. აკუმულატორი. ჰიბრიდი სისტემა. ის არა, გადაცემათა კოლოფი. ჰიდრავლიკა. ეგ არის რა. ABS-ი? ABS თვითონ ეგ. ერთი გაკლიათ. საპასკა. აი, ჩამოთვალეს, კაი. თავს უკართულებს. ჩაუთვალეთ, კაი. ერთ. კაი, შემდეგი 30 წამში Porsche-ს რამდენ მოდელს ჩამოთვლით? ოპა. შენ რომელი ყავს? 700-ს? 718 ყავს კიდე. 1. 2. 2. გოდში. თან დავგუგლა, მოიცა? 4. 5. ბიჭო, ბევრჯერ ექნება დასერჩილი და ბევრი ის. 6 ვიტყვი კაცო. 7. მიდი ჩამოთვლით. 7. მიდი ჩართე. უეჭველი ჩამოთვლის კი. მე დავავიწყე. აი დასეს რომლებს იტყვი. მეც ვიტყოდი 7. 800, მაგრამ კაი, მიდი.
800 ვიტყოდი. 800 ვიტყოდი. კაი, მოემზადა? 9. რამდენი ხო? 7. 7. კაი, დავიწყავით. მაკანი, კაიმანი, კაიენი, 911, GT2RS, GT3RS და შენ რომელი ყავს? პანამერა თქვი? პანამერა. და შენი 14 წამში. კაიმანი არა ჩემი. კაი. 718 კაიმანი ქვია ჩემანქანას რა. 14 წამი, 15 წამი. 2-1. 14 წამი იყოს. 30 წამში თბილისის რამდენ ქუჩას ჩამოთვლით? ოუ, ეს პირველი 10. დავიცით. თავის ხაიუნია. კაი, ხევნებს გამოვტოვებ. 11. 12. 13. 14. 14. 14 ჩამოთვლით. 15. ბიჭო, ჩამოთვალო, იმიტომ რომ 2 წამში ერთი შესაძლოა. ისეთია. მე რუსთავში. რუსთავში. ხო, ვერ დაგიხმარ. რუსთავის ქუჩები ჩამოთვალე, მე აქ ჩამოთვლი, ვაკეშის ქუჩებს ჩამოთვლი ეგრევე და კაი, 1 2 და დავიწყეთ. დავай. აბაშიძე, ტაბიძე, ფალიაშვილი, ჭავჭავაძე, ყიფშიძე. ვაჟა, ყაზბეგი, თამარაშვილი, მერე, ბარათაშვილი. ბარათაშვილი, მარჯანიშვილი. მარჯანიშვილი. ასათიანი, ასათიანი. რა ქვია? აღმაშენებელი. კარტოზია, 12-ია. რა ქვია? ვახ. ცინცაძე. 13. საირმე 14 და ვერ მოასწარით. 15 წამში უნდა გვიქნა? არა, 30 წამი გავიდა. და რამდენი ჩამოთვალეთ? 14. ერთი და გვყდა? ხო, აი მაგრამ 14 კაი. 14 ჩამოთვალე. 14 კაი ციფრია შენ ხო გეგოს. ეგეც სამწუხაროს არის. 30 წამში რამდენ ქართულ ისტორიულ ძეგლს ჩამოთვლით? ისტორიული ძეგლი? ხო. კაი, 2. 3. 4. 4. 5. 6. 7. 8. რა? არა. აბა? თქვენ რამდენი თქვით? 7 და ჩამოთვალე. მაინტერესებს. კაი, ჩამოთვალეთ მინდა. 7 ჩამოთვლი 7 თორნი. ბიჭო, ცნობილი ადამიანების სახელები მე-20 საუკუნის. აი. დავიწყებთ. პირველი ეცნობა გიორგი კოკაიას, ნიკო ნიკოლაძე, ხოჩი. აქეთ და რა ქვია, აკაკიწერის და ლილია ჭავჭავაძის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის ძეგლის არის. კი ბატონო. კი და იქნება. ვაჟაფშაველას. ვაჟაფშაველა. 2 დაგჭათ მგონი. 2 დაგჭა? იმის ხო იქ შოთა რუსთაველი. რუსთაველი. რუსთავშია თან ამ თავისუფლების მოედანზე რომელიც ძეგლი. წმინდა გიორგის ძეგლი. ძალით პოკე. ხო მე რატომ მივეხმარე? რატომ მივეხმარე? წმინდა გიორგის ძეგლი, ხო, ისტორიული პიროვნება არის და წმინდანია. ბოლოს სააკაზე სიტყვოდნენ და სააკაზე ძეგლი. ბიჭო რა არის? შენი დრო რო მიდის თან იქ დროს რო. კაი, 27 წამი. ვაფშე გავიწყდება ყველაფერი. ეგრეა. ეხლა არ უნდა გახირო. მე რატო დავეხმარე ახლა ამან? არ ვიცი, არა. ესე დავეხმარე. ერთი დაგჭა? ხო, მეცად მაშინ დავიკითხოთ ჩვენ. კაი, მიდი ხო მოგლა. 30 წამში რამდენ TikTok ტრენდს ჩამოთვლი? აუ, ეგრე ტრენდების TikTok ტრენდი? მე სუსტი ვარ სიმართლე. კაი, 1, 2, 3, 4. უნდა გააკეთე, ხო, ხო, თან 5. 6 გავაკეთებთ? 6 TikTok ტრენდი? ხო. აუ, მე არ ვიცი ვაფშე. ანუ არ ვიცი. 6 TikTok ტრენდი. ბიჭო, ესე ტრენდი როგორ, ანუ აი სევიჯ და რაღაც. ჩამოთვლით ჩვენ? კაი, 6 მაშინ. ნახე, ეხა რაც ტრენდაა? არა, ზოგადად ტრენდი რაც იყო, ხო, 6. ვიზავ, 7. კაი, მიდით. გააკეთე. 7. აი, მოდი. 1, 2, დავიწყეთ. ეს გაშეშების ჩელენჯი რო ხო, იყო, კი, ეს მანეკენ ჩელენჯი რო იყო, მე ეს ტრენდი, სევიჯ. რომელი იყო ეგ? ის ბარო ღრუტა თუ რაღაცა, ეგეც ტრენდია. ტრენდი არ არის, არა. ტრენდია, ძმაო. აუ, ყველა არ აკეთებს. ეს რა You will never know my passport. Real passport. მა ბიჭო, ხო, ეგეც ტრენდი იყო. იუასი აღებს ის ადების და რამდენი 4 გაქვს? შტანგას არ ტყავდნენ ფეხბურთზე, ზედა შტანგას, ეგეც ტრენდი იყო მახსოვს. ხო, ჩამოთვალე. იქნებოდა ეგეც. რა იყო. ჩამოთვალე? ზედა შტანგის ჩელენჯი. ჩამოთვალე. ხო, კროსბარი, Crossbar challenge. ხარიხა ჩელენჯი. რთულად არის აქ. ვერ მოასწრეს, მაგრამ ჩვენები არიან. რა ვერ მოვაწარე. ნახე. არა, ვერ მოსწრა, ჩაგიწვით. მე რაზე დამწყებული იცით? ის რო იყო არ გახსოვთ? მე ტრენდებს ზოგადად არ ვიღებ ხოლმე რა. ანუ აი ვიღებ, მაგრამ აი მელკი მეუბნება რომ ამ მოდი ამ სიმღერაზე გადავიღოთ ეხლა, თორე ეგრე ხშირი მსკროლელი არ ვარ TikTok-ის. და კიდე რა დაგავიწყეთ, იცით? გამომიწერეთ და 414,000 სამოწერზე. შენ ტრენდი იყო.
გატრენდილი იყო აბა. აი თამაშგარეთ დიდად თუ გაგვიკეთეთ აბა და ჩაგითხრით რა. თამაშგარეთ? ის რო იყო ეს კაო. და ჩაუთვალ ხوار მოაქვს. ეგ არ ვიცი არ მოხდა. ბოლომდე მაინც ვინოს. აი გიგას ერთი ხო ვიცით ოკეი. აი გუგა შენ? ის ტრენდიც იყო, მართლა იყო ოღონდ. ის დაგემოვნებაც იყო, მართლა ვიზახი. წყალის დაგემოვნება. წყალის, ანუ ეს გემოებს აფასებენ, რომელი ჯობია, იქ მახსოვს, ენერგეტიკულებსაც აფასებდნენ და ანუ ყველა რაც არსებობს, ყველაფერს აფასებდნენ და მოისო. იცი რა იყო კიდე? გემრიელიაც მებო. აუ, ძალიან მაგარი იყო ეს. ტრენდი გავა. ერთი პერიოდი კიდე ის ტრენდავდა. მე შენ ხარ კადუ და ეგეც ეგ ტახასი იყო, ხო? აი ოკეი, გათანაბრდა ანგარიში და რაც ჩვენ გვინდა. იმდენი რაღაცა გავაკეთეთ ხა, უნდა მეგობრობამ გაიმარჯვა. რა თქმა უნდა. არა და ძალიან ისეთი სასჯელი გქონდა, ვინც გადაცემაში პირველ ორ სადაც მეგობრობამ გაიმარჯვა. ძალიან მიხარია, რომ მართლა მეგობრული გადაცემა და გამოიწერეთ ეს ბიჭები. ბოლოს ნახე რა. ხო, მოკლედ ჩუქრებზე თორე. ბოლოს აქ ჩამოვარა. სანამ ბოლომდე ჩვენ მეგობრობაში დარწმუნდები და საშუქრებს გადმოგცემთ, მანამდე გადავიდეთ, მოდი ნაჯახ შეკითხვებს. აი მე თუ იქნებით მეგობრები, აი ნახოთ. დაიწყე. უბანზე 300.000 გამოწერ თუ ჰაზბულა და ფიფოს ჩხუბიო. ჰაზბულა და ფიფოს ჩხუბი. აი ეგ რომ მოხდეს, ყველა უბანზეს წევრს იმაზე მაგრა გავუყარდება, რომ 300.000 გამოწერ დარწმუნებული ვარ. უბანზეს ბიჭები არიან. ჩემი რა ძალიან ახლოს მაკაცები და აი ერთმანეთს ბალიშიკობთ ეგეთ რაღაცებში და მაგას 300.000 გამოწერს ისედაც ვიზავთ ერთად რა და ეს ძნელია რომ გავაკეთოთ. ჰაზბულამდე მისვლა. და ეს ამ მომენტში ანუ მაინც ის აირჩიე, გასაგები. აი ოკეი. აუცილებლად ყველას უნდა უპასუხო. ესეთი კითხვებია თუ ხო? რომელიღაც რო აღარ გეძმა კაცოს. პოპულარული მამაშენის დახმარებით გახდი? კი. 100%-ით თან მამაჩემის გამო გავხდი პოპულარულიც ის ტიპიც რაც ვარ და რაც მომავალში ვიქნები ეგეც. იმიტომ რომ მამაჩემი არის ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი რა მარტივად რო თქვა ყველაფერი აი ცხოვრებაში ყველაზე მაგარი რამე ჩემთან მამაჩემია რა. ეს კაი კითხვა იყო არ იყო ისეთი. შენს პირად ურთიერთობებში ასაკობრივი სხვაობა მინუსია თუ პლუსი? დიდი პლუსია რა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მოვიკითხო ჩემს შეყვარებულს. იმიტომ რომ უფრო გამგებია, აი მე მქონია არა ეგრე ჯობია რომ არაფერი აღარ თქვა, ამაზე დიდი პლუსია რა, მარტივად ძალიან მიგებს და ძალიან უგებთ ერთმანეთს და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და ბატონო სუდის აქციელი რომელსაც არ ნანობ. სუდის აქციელი ესე აი უნივერსიტეტიდან წამოსვლა რაღაცა ისე მაქვს, რომ სუდის აქციელი იყო, იმიტომ რომ აი კაკრას მამაჩემიც რო ახსენეთ, კაკრას რანაირი სიტყვა ეს. მამაჩემიც რო ახსენეთ, აი მართლა გულით უნდოდა რომ უნივერსიტეტი დამემთავრებინა. მესამე კურსიდან კავკასიის სტუდენტი ვიყავი და ეხლა გადმოვედი გპ-ში. ანუ ვაგრძელებ სწავლას, მაგრამ იმ პირობებში და უფრო რთულ სწავლას არ ვაგრძელებ, იმიტომ რომ ჩემი მიზნები მაქვს, ჩემი გეგმები მაქვს და მინდა რომ ეგენი გავაკეთო. ეხლა გადავედი გპ-ში, რაზე არ მახსოვს. მაგასაც ვისწავლე. მე წარმატებული. რაზეც არ უნდა იყო. უბანზეში ყველაზე ნიჭიერი ხარ? ეს ისეთი კითხვა ბასრი, მაგრამ ყველას აქვს თავისი ნიჭი. ოთარა ჩემთვის არის აი სხარტ იუმორში და რაღაცის მოფიქრებაში ტოპი. აი მაგაზე, მაგრად მე თვითონ ცუდ ხასიათზე რო ვარ, ჩემი ძმაკაც ვიდეოებს უყურებ და რას TikTok-ზე შევდივარ და ვუყურებ, იმიტომ რომ აი ძალიან სიამოვნებაა და ძალიან მაგარია მოკლედ მაგ თემაში. აჩი არის ძალიან სხარტი, აი სხარტი რა თქვი, აჩიზე უნდა მეთქვა, იმიტომ რომ უცბად რეაგირებს ყველაფერზე, აჩი რო არ ყოფილიყო, ჩემი აზრით დღეს უბანზე აღარ იქნებოდა რა. იმიტომ რომ აჩი არის ყველაზე ესეთი დამჭერი ტიპი, რომ ერთად გაჩერებთ.
აი შეგვიძლია ძალიან ბევრს ლაპარაკობს დილას 6 საათზე რეკავს რო ხوار გავიღვიძოთ და გავიდეთ გაუთიშავ რა თქვა უნდა რომ ისიც იძინებს მაგრამ აქ რა ეგ თვისებები რომ მოვიხოდოთ და აჩის ძალიან დიდი როლი აქვს გეგა არის ძალიან გიჟი მოკლედ აი გეგას შეუძლია რომ აი როგორ გითხრა ისეთ რაღაცები აქვს გაკეთებული რომ აი რომ მომიყვეს ადამიანმა შეიძლება არ დავიჯერო რა გეგა რო გავიცანე პირველივე დღეს ავარიაში მოვყარეს თან ანუ ის ყველაფერი კარგად არის და ეხა მაგიტო მეცინება არაფერი იმ ადამიანთანაც მეგობროთ და არ მესმის როგორ აი ისეთი არის და აი აუზში გადახტომა რაღაცა ძალიან დიდი სიმაღლიდან შეუძლია რომ რაღაცა მოკლედ აი ხიფათი დაყვებათ ხო რაღაცა სიმახსოვრება ეგ ვიდეო საიდან ხტება რას აკეთებს და აი ხიფათია ეგეთ რაღაცები შეუძლია მაგრამ მე რატო ვთვლი რომ ნიჭიერი ვარ ეხლა გეტყვით მე ყველას ვთვლი რომ ძალიან ნიჭიერია მაგრამ ამ კონკრეტულ თემაში YouTube-ის თემაში მგონია რომ მე ეს თემები გარკვეული ნაწილი მაქვს და მგონია რომ მე გამომივად და გამომდის ანუ ამათაც გამოვუვათ მაგაში დარწმუნებული ვარ მაგრამ თითქოს ამათ რაც აქვს ყველა პატარა ნაწილი მაქვს მეც აი ძალიან ბევრი ხალხი რო ხართ ძნელია რომ ერთ აზრზე ჩამოყალიბდეთ რა ყოველთვის მე სხვა რაღაცა მინდოდა ოთარას სხვა რაღაც უნდოდა აჩის და აი ბოლოს როგორ ვიყავით იცი აი რომელია კარგი იმას ვთქვით აი როგორ ვიღებდით ვიდეოებს იცი ამის იდეა იმის იდეამ გამართლა ისო იმის იდეას მიგავდით მე არა მართლობთ და მე მივხვდით რომ საბოლოოდ ერთად უნდა ვიმსჯელოთ რა ხო და მე მაგიტომ მგონია რომ ეს თემა უფრო გამომდის იმიტომ რომ ჯერჯერობით მე მაქვს არხი რომელიც გავაკეთე და წარმატებით მიდის კი ბატონო მისაღები პასუხია ჩვენ ვაგრძელებთ შეაქე ქართული YouTube არხი რომელიც ყველაზე ნაკლებად მოგწონს თქო ჯერ შეაქე და მივხვდები ყველაზე ნაკლებად მოგწონს ხო ნიშნავს რომ არ მოგწონს არა კი მაგრამ ჩვენ ესე შევხვდით ჩვენ რა შეიძლება გამომწერმა ნახე ყველაზე ნაკლებად მოგწონს მაშინ ნაკლებად მოგწონს გავყვები და გეტყვით რომ არ მომწონს ნიკა კაბულას არხი იმიტომ რომ ნიკა კაბულას ვიცნობ და არის ერთ-ერთი ტოპ ტიპი რომელსაც შეუძლია რომ YouTube-ი ანუ დაიწყე ეხება ხო აი ეგა ან ნახე ნიკას მართლა ვიცნობ და საქართველოში არის ჰანგრიმენის მემონტაჟე არის ნიკა კაბულა აკეთებს როგორ მონტაჟს იცი აქ შეუძლია იჯდეს გაფრინდეს მისტერ ბისთან ერთად გადაიყოს ვიდეო და შეუძლია მართლა შეუძლია რომ აწყოს უბრალოდ მე ან თავის არხზე არ ხარჯავს იმდენ ენერგიას ეგრე მგონია რამდენზეც ჰანგრიმენზე და ჰანგრიმენი ძალიან მაგარია და ეგ საქმე უდაოდ ყველაზე მაგარია ჩემთვის ყველაზე მაგარი არხი ჰანგრიმენი არის ქართულ YouTube-ზე და მოკლედ ნიკას ძალიან ბევრი შეუძლია და მაგიტო არ მომწონს რომ ძალიან ბევრი შეუძლია მაგრამ რასაც აკეთებს მაგასაც მაგრა ვაფასებ რა ხო ხედავ თუნდაც მაინც არა შამპური ეგეთი ის არა მაგას მართლა ეგრე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი შეუძლია მართლა გჯერა რომ ფიფო მოუგებს ჰაზბულას ჩხუბში აბა რა როგორ არა შანსი არ არის ჰაზბულა ვერ დაარტყავს მაგასაც გეტყვით ისე პოდკასტში ხო ვიყავი აი 2 წლის წინ რა და ეგეთი კომენტარები დაიწერა რომ ანუ ზოგადად დადებით კომენტარებს მიწერენ ხოლმე და მან თუ ვიღაცას ელოდებოდნენ სტუმრად და ეხა ეს ეგრე ხო არა რომ აი ვიღაცას გიწერენ მოიყვანე და მაგის რო თუსოდ მე ვეჭიტები არა ჩვენ ძალიან არაპროგნოზირებადი სტუმრობა არის ხოლმე შეიძლება ერთი სფეროდან იყოს და ეს ვინ არის და არა ნებისმიერი სფეროდან და არქიდან ელოდებიან არა წესით მოგეწონეთ მაგრამ გამოიწერონ აბა რა ეს ჩემი გამოიწერო შვენიერი. კარგად გაართვა თავი. კი, კარგად გაართვა თავი, თითქმის ბოლოში გავედით და ბოლოს გვაქვს ხოლმე სტუმარს 1 წუთს ვაძლევთ ხოლმე და ნებისმიერ თემაზე შეუძლია მაყურებელს მიმართოს. პირველ რიგში წარმატებები, აი გულით გამიხარდა თქვენთან სტუმრობა, არ მიგვწნია ერთი წამეთაც დისკომფორტი. მოვედი და ანუ ეხლა უკვე ვიცი რომ სხვა გადაცემებშიც მივალ, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ესე ვიყავი რომ არ მინდოდა რა, მაგრამ თქვენ ხართ გულის ხალხი რა, მოვედი, გამისწორდა, თქვენს გაგისწორდათ ერთად ჩავწერეთ გადაცემა და სასიამოვნო იყო. აუცილებლად გამოიწერეთ ეს ბიჭები და ალაიქეთ და აკომენტარეთ და წარმატებებს გისურვებთ გულით. ჩვენ ჩემზე სიახლე რაც არის უბანზეს არხზე იწყება სიახლეები. მან ვიქნებ მეც ჩემი არხი გადაკეთდება ცოტა სხვანაირად და სხვა სტილის კონტენტს ვიწყებ და ეგეც სიახლეა და დანარჩენს კიდე
სახსას იმედია გავარემონტებ. კარზე რატო არ მითხარით? ხო, აი ხო წინ არის. იქნება, ხო. კარის გამო არ მოსული. კარგი ეცხოდა და ყველაფერში წარმატებას გისურვებ. კი, მაგრამ ფიფოზე რო არაფერი არ თქვა. არა, ხო არ დაუმატოთ. ფიფოზე როგორ ვარ, ცე? აი ფიფოს წარმატებაში მე ვარ დარწმუნებული უკვე რა. ფიფოს ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავის არხზე მოიხოდოს, ჰაზბულამდეც მივიდეს, მაგრამ ხალხიც რო გადავწვათ იმ ზომამდე არ მივალთ, რომ ეხლა უკვე ფიფო შეეზრისხოს ვიღაცას იმის გამო, რომ ამდენ ვიდეოს იღებს და ვერ მიდის და თავი აქვს, ეგრეც არ იქნება რა. მივალთ, არ მივალთ, ფიფო სხვანაირად გახდება მაგარი პოპულარული და მაგარი ბიჭი უკვე არის. აბარა, ეგრე იქნება დარწმუნებული ვარ. გადავიდეთ ახლა საჩუქრების ნაწილზე. გადავიდეთ. კი ბატონო, ჩვენი სპონსორებისგან, კარი ითხოვე და რა თქმა უნდა, Doorhouse-ისგან გვინდა 20%-იანი ვაუჩერი გადმოგცეთ. შეგიძლია შეხვიდეთ Doorhouse-ის გვერდზე, ასევე მაღაზიებიც აქვს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. კარები და სახში რო უქონდეს და დაგიმზადებენ ყველანაირ ნებისმიერ დიზაინს. კი, დაგიმზადებენ ზომით, დიზაინით, შენი დიზაინი შეგიძლია. და 20%-იანი ფასდაკლება გექნება Doorhouse-ისგან. აუცილებლად ბანდ მივალ მაშინ კარს. კი ბატონო, ძალიან კარგი. Doorhouse-ის ბიჭებს დაუკავშირდებით და ერთმანეთს დაგაკონტაქტებთ და შემდგომ ნებისმიერ არჩეულ კარზე გექნება 20%-იანი. კი ბატონო. აი, ის უნდა მოსავიღებ, მოიცა? თუ გინდა მივიწყებ, მე არ არის პრობლემა. მე ხე იცი როგორ ვარ? ერთ სუნამოზე ვარ ჩაციკლული და სუმაგას ვისხავ და მოდი აგერ მელკი არის შემოვიდეს და აიღოს რომელიც აი, მოდი, შემოდი. აბა გაუმარჯოს. მაგარი ბევრი მოეწონა. ბიჭო, არა, ბევრი არა, პოსტა ის. რომელი გინდა თქვი და უცბად აი. აი ეს, აი. ეს ხო აი. ეს თუ ეს? აი, მარცხნივ. ხო აი. აი ეს როგორ პონტი არის იცი? რასად როდიში როა ხო იცი საერთოდ წუთი. მე ვფიქრობ რომ მადლობა არომატოსგან საჩუქარი. კაი. საჩუქარი მელკის. ეგ არის მელკის. ასევე Burger Lions-ისგან, რომელიც ასე გიყვარს შენ და ესე აღნიშნე. 3 კილო რომ აქ მომატებული. მე გადმოგცემ Burger Lions-ისგან ვაუჩერს, ამ ვაუჩერით მიხვალ და შეიძენ იმ ბურგერებს, რომელიც შენ ძალიან გიყვარს და უკვე აღნიშნე რა. მაგას აჩვენებ, გადასცემ და უკვე გასაგები იქნება მათთვის, რომ ბურგერი უნდა მოგცემ, რომელსაც აირჩევ. მოკლედ ეს არის მე მგონი საჩუქრები არ გამოვიდა. არა, ძალიან კაი და კაი და მოკლედ კარგი. მოკლედ მადლობა რომ დღესთან ერთად იყავი. დღეისათვის ეგ არის. კი ბატონო, წარმატებებს უსურვებ გუგას, უსურვებ წარმატებებს უბანზეს ბიჭებს, ჩვენი არხი გამოიწერეთ და ბიჭების არხის გამოიწერეთ, გუგას არხის გამოიწერეთ და ფიფოს არხის ყველა გამოიწეროთ. ყველა გამოვიწეროთ და ყველა ვიყოთ კარგად. ყველა ერთმანეთი გამოვიწეროთ და ყველა მივიძმა კაცო. ხო რა, ყველა უნდა ვიყოთ მაგრად რა. აბა რა, კი ბატონო. მადლობა კიდე ერთი კვირით გემში დავებით. ჩვენი სტუმარი იყო გუგა გიორგობიანი. კარგად.